მოგესალმებით, ვიწყებთ მუშაობას პირდაპირ ეთერში პროტესტის და სისასტიკის მე-12 დღე. საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ დაუსჯია არც ერთი ადამიანი, ვინც მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე, ფიზიკურ ანგარიშწორებაზე, ცემაზეა პასუხისმგებელი. პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია ისევ იმართება, მოქალაქეები ამ სისასტიკის მიუხედავად ისევ იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე. გუშინ იყო დღე, როდესაც არ გამოიყენა პოლიციამ ძალა და არ დაურბევია მიტინგი, თუმცა მანამდე იყო ძალიან მძიმე სისხლიანი დღე, როდესაც პირდაპირ ეთერში იხილა მთელმა საქართველომ პირველი ჟურნალისტზე და ოპერატორზე სასტიკი ფიზიკური ანგარიშწორება. რა დაუჯდება საქართველოს ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ეს სისასტიკე ჯერჯერობით ირაკლი კობახიძე, რომელიც ძირითადად საუბრობს ხოლმე ქართული ოცნების მთავრობის სახელით, არ იმჩნევს პრობლემებს და ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის, მათ მაიძნის სცენარი ჩაშალეს და მას შემდეგ, რაც პარტიული ოფისები დაარბიეს, ასე ვთქვათ, თუმცა ის სხვანაირად უწოდებს ამას გაანეიტრალეს, მას შემდეგ ყველაფერი კარგად არის. დღეს კობახიძემ თქვა, რომ შემდეგი 4 წელი მათი მმართველობის დაეთმება ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ განადგურებას, რაც ნიშნავს ეს, გასაგებია, ოცნება და მისი მხარდამჭერები, აი ამასაც, რასაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ, ლიბერალურ ფაშიზმთან ბრძოლას უწოდებენ. მოკლედ, დაკავებულია 400-ზე მეტი ადამიანი, აქედან 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ უმრავლესობას ბრალადედება სახელმწიფო გადატრიალების მიზნით რაღაცა ტიპის ქმედებები, შეთქმულებები ან პოლიციის წინააღმდეგ მძიმე დანაშაული, თუმცა ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიც ზუსტად არ ვიცით რამდენია, მაგრამ მათი ნაწილი უკვე გამოვიდა საპატიმროებიდან, მათი ნაწილი უბრალოდ ჯარიმით გადარჩა, ნაწილს კი აი ახლა დღეს მაგალითად ერთ-ერთ აქტივისტს სანდრო ქინქლაძეს მიუსაჯეს 12 დღიანი პატიმრობა. რა არის ხელისუფლების მიზანი, სავარაუდოდ პროტესტის განეიტრალება, ყველა დაკავებული საუბრობს ფიზიკურ ძალადობაზე, რომელიც მათი დაკავების და იზოლატორში გადაყვანის პროცესში ხდებოდა. ამ საკითხზე მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკური პარტიები. დღეს 3 კოალიციის წარმომადგენლებმა გამართეს სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც თქვეს, რომ ისინი აწარმოებენ რეესტრს აი ამ დაზარალებულების, პრაქტიკულად წამების მსხვერპლი ადამიანების და საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. ამაზეც ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში, მთლიანად ამ პროტესტზე ვისაუბრებთ, რომელიც არ წყდება ხელისუფლების სისასტიკის მიუხედავად, თუ პირველ დღეებში ძირითადად GDD, ეგრეთ წოდებული და სპეცრაზმი არბებდნენ მომიტინგეებს, თანდათანობით გამოჩნდა გაურკვეველი ჯგუფები, თავიდან იყო დაცვის სპეცსამსახურის, სხვადასხვა დაცვის სამსახურის თანამშრომლები, მოგვიანებით კი აი რაღაცა ქუჩის ბანდფორმირებები გამოჩნდნენ რეალურად. ხალხთან ფიზიკური ანგარიშწორებისთვის დღეს დიპლომატებმა გამოხატეს უკიდურესი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში. გერმანიის ელჩმა თქვა, რომ ბანდიტთა დაჯგუფებების მიერ მედიასა და სხვებზე თავდასხმა ზიანის მიყენება მიუღებელია. საით მიდიხარ საქართველო? იკითხა მან. პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ამბობს, რომ ის რაც საქართველოში ხდება აშკარად ითხოვს სანქციებს და ვიცი, რომ უკვე მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად. ორშაბათს, ანუ ზუსტად ერთ კვირაში, მომავალი კვირის ორშაბათს გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჰერჩინსკიმ თქვა, რომ მათ არ უნდა დასაჯონ ქართველი ხალხი და ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერონ საქართველოს მოქალაქეებს, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერდეს. დიდი ალბათობით ეს შეიძლება იყოს დიპლომატიური პასპორტები, სხვა კატეგორია არ ვიცი რა შეიძლება იგულისხმებოდეს. სწავე განცხადებას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩოც და ამბობს, რომ აგონ პასუხი მათ, ვინც პასუხისგებელია ძალადობაზე, გაუმართლებელ სისასტიკეზე და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით. საერთაშორისო რეაქცია ამ ძალადობაზე, რაც მოდის ქართული ოცნების მხრიდან, არის ძალიან
წვავე, თუმცა ქართულ ოცნებას ამ ყველაფერზე ჯერჯერობით რეაქცია არ აქვს. მოკლედ როგორც უკვე გითხარით, ამ პროცესზე ვისაუბრებთ, ასევე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში ერთ თემაზე, რომელიც საინტერესო უნდა იყოს ძალიან. ახლო აღმოსავლეთში პუტინმა უკანასკნელი მოკავშირე დაკარგა სირიის დიქტატორი ბაშარ ასადი მოსკოვში გაიქცა ამბოხებულებმა მისი რეჟიმი სულ რამდენიმე დღეში დაამხეს. ეს იყო ძალიან სტრატეგიული მოკავშირე რუსეთისთვის სირიამ, რომელიც მისი პლაცდარმი იყო სამხედრო თვალსაზრისით და არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, რაც ნიშნავს ეს პუტინისთვის, რომელმაც თავი გეოპოლიტიკურ, გეოსტრატეგიულ დიდ მოთამაშედ გამოაცხადა და ამ ამბიციებს ზუსტად სირიაზე გავლენით იკმაყოფილებდა და რას ნიშნავს ეს გლობალურად, აი ამ გლობალურ პოლიტიკაში, როცა რუსეთი და მისი მოკავშირეები ბევრ პრობლემას უქმნიან ცივილიზებულ სამყაროს, ამაზეც ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში ერთ-ერთ ბოლო ნაწილში. მოკლედ, ჩემ პირველი სტუმარი არის მარიკა არევაძე, კოალიცია ცვლილებებისათვის წევრი, რომელიც დღეს პრესკონფერენციაში მონაწილეობდა კოლეგებთან ერთად იმ სისასტიკეების შესახებ საუბრობდნენ ქართველი პოლიტიკოსები, რაც დაკავებულების წინააღმდეგ ხდება. მე მივესალმებ მას, მადლობა მარიკა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გესმით, იმედია ჩემი ხმა. მოგესალმებით ნინო, მოგესალმებით. თუ შეიძლება უფრო მეტი გვითხრათ, აი რა მასშტაბის დარღვევებზეა საუბარი. ანუ ჩვენ ვიცით, რომ 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, თუმცა წესით 400-ზე მეტი უკვე, რა ვიცი, მე მგონი წინა კვირას იყო და წესით უკვე 500-საც უნდა იყოს გადაცდენილი ეს ციფრი, მაგრამ ზუსტი რაოდენობა ასე არ ვიცით. და აქედან სავარაუდოდ რამდენი პროცენტია, აი წინა კვირას ერთ-ერთმა დიპლომატმა ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი გერმანიის ელჩი იყო, ზუსტად არ მახსოვს, ომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ დაკავებულთა 80%-ზე მეც აღენიშნება დაზიანებები. ეს იყო ან ბრიტანეთის ელჩი, ან გერმანიის ელჩი, ზუსტად არ მახსოვს, ხო? აი თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ დროისთვის? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ნამდვილად ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან გრძელდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა უკვე მერამდენი დღეა და მას აქვს განგრძობითი ხასიათი, ხომ? ბოლო მონაცემებით, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ, 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული და მათ შორის 30-ზე მეტი დაკავებულია სისხლის სამართლებრივი წესით. მათ უდიდეს უმრავლესობას აღენიშნება ფიზიკური ძალადობა და ზოგიერთს ძალიან დიდი ხარისხით ფიზიკური ძალადობა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წამებასაც კი უტოლდება, მით უმეტეს ჩვენ თუ ასე ვთქვათ, ვიხემძღვანელებთ იმ მონაყოლით, რასაც ეს ადამიანები ყვებიან შემდგომ უკვე, როდესაც ეძლევათ ამის შესაძლებლობა. ამ 400-მდე ადამიანიდან, რომელიც მათ შორის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, 70-მდე პირის მიმართ უკვე გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა. სტატისტიკა ნამდვილად ძალიან საგანგაშოა და ამას ჩვენ ყოველდღიურად ხვდებით ასევე იმ ინფორმაციების მოსმენით, ყურებით და ნახვით, რასაც პირადადაც შევესწრებით ხოლმე, ხომ? მნიშვნელოვანი არის რა, რომ ფუნდამენტური უფლებები ირღვევა ადამიანების და ამაზე სახელმწიფოს მხრიდან არ არის არანაირი რეაგირება. მაგალითად, ხომ არსებობს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, როგორიც არის სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებების გამოძიებაზე. მაგალითად, პროკურატურა, რომელიც ზოგადად ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებაზეა პასუხისმგებელი. მაგალითად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემების გავრცელებაზე არის პასუხისმგებელი. სასამართლო, რომელიც ვალდებულია რომ იხემძღვანელოს კანონის უზენაესობით. თუმცა არც ერთი ეს რგოლი სამწუხაროდ ამ დროისათვის არ მუშაობს. განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს სასამართლო, როდესაც
სასამართლო პროცესების ფარგლებში აი ძალიან თვალხილული ხდება, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ყოველგვარი დასაბუთებების გარეშე და მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ რომ ადმინისტრაციულ ორგანოზეა და საქმეში, როდესაც არ არის წარდგენილი არავითარი მტკიცებულება უმრავლეს შემთხვევებში, მაინც დგება უარყოფითი გადაწყვეტილებები, ანუ ეს პირები, რაღაც კონვეიერული წესით მიდის, ხო ეს საქმეები, მე როგორც ხვდები, მარიკა, ანუ კონვეიერივით ესე შემოდი, გადი ადამიანები ყვებიან, რომ აი როგორ განან რიგში, ხო? ნაცემები, თქვათ, ღამენათევები და შეიყვანენ სასამართლოზე და რაღაცა იშტამპება ეს გადაწყვეტილებები ზედმეტი რაღაცა გარჩევის და ჩახედვის გარეშე. კი, ნახეთ, ზოგადად თითოეულ საქმეს აქვს თავისი ინდივიდუალური მახასიათებლები, ხო? ინდივიდუალური გარემოებები, ინდივიდუალური მტკიცებულებები. არც ერთი რაც ამ საქმეებს ახასიათებთ, საერთო ეს არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ძირითად შემთხვევებში, მხოლოდ ოქმის და კონკრეტული დამკავებელი პოლიციელის ან კონკრეტული პოლიციელის, რომელიც რიგ შემთხვევებში დაკავებები არ მომხდარა და მაგალითად აქციაზე ყოფნის გამო, ან გზის გადაკეტვის გამო, რამდენიმე დღის ან კვირის შემდგომ მისდით ხოლმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხო? ასეთ საქმეებს რაც აერთიანებს არის ის, რომ ამ საქმეებში არ არსებობს მტკიცებულებები, სანდო მტკიცებულებები. თუმცა, ასევე აერთიანებთ ის, რომ ამის მიუხედავად დგება ფაქტობრივად ერთი და იგივე შედეგი. ანუ პირებს დაზარალებულებს ცნობენ თავად სამართალდამრღვევებად და რიგ შემთხვევაში ხდება მათი დაჯარიმება და ასევე გამოყენებულია ხოლმე ადმინისტრაციული პატიმრობა. ეს თითქოს ერთ დიდ ჯაჭვს გავს, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოში არც ერთი დემოკრატიული ინსტიტუცია არ მოქმედებს და ეს რა თქმა უნდა საგანგაშოა. და ეს თან ამავე დროს ეს მახასიათებელია ავტოკრატიული სახელმწიფოსი. სწორედ ამიტომ არის, რომ ადამიანები ამდენი დღის განმავლობაში ქუჩაში დგანან და ითხოვენ ხელახალ არჩევნებს. ამ არჩევნებს ითხოვენ ახალი ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ჩართულობით. იმიტომ რომ არსებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის ადმინისტრაციას ნდობა არ გააჩნია, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ თუ რა მოხდა 26 ოქტომბერს და რა ხდება იმის შემდგომ, ხო, არჩევნების ნაწილში. აქვე მნიშვნელოვანია, რომ თითქოს და მიმდინარეობს გამოძიება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ამის პარალელურად რაღაცა პარლამენტი სადღაც თითქოს შეიკრიბა, თითქოს უფლებამოსილებების ცნეს. ამიტომ არის ეს ყველაფერი, ანუ ეს ორგანო ამ წუთას და ამ არალეგიტიმური არჩევნების შედეგად წარმოქმნილი რაღაცა ორგანო, სადაც ადამიანები ერთი პარტიის წარმომადგენლები დასხდნენ და თანამდებობები გაინაწილეს არალეგიტიმური. ეს საჭიროდ ძალიან უდიდეს დარღვევებს აქვს ადგილი, როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში და არჩევნებამდე პერიოდში სქემები. თუმცა მე მგონი ეს უკვე მეორე პლანზე გადავიდა, ეს საკითხი აღარავის აღარ ახსოვს. ოცნების სტილი ხო არის, რომ ერთი უბედურება გადაფაროს მეორე უბედურებით, როცა 400 ადამიანი ყავს ნაწამები ფაქტიურად და ესეთი ამბავი ხდება ქუჩაში, თითქოს ეს საარჩევნო დარღვევები ვიღას ახსოვს, ხო? ესე გამოვიდა თითქოს არ არის ასე. თუმცა საწყისი არის სწორედ ეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო ცვლილებები და ეს ცვლილებები არ მოხდა, იმიტომ რომ სავარაუდოდ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. სავარაუდოდ მე ვამბობ ერთადერთი მიზეზით, რომ იურიდიულად სამართლებრივად სანამ პროცესი არის გამოძიებაში, მანამდე ეს ფორმალობა არის დასაცავი. თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები რეალურად გაყალბდა, ფაქტობრივად ყველანაირი ფორმა და ხერხი იქნა გამოყენებული გაყალბების და ამ ქვეყანაში შიდა გამოძიებას არ აქვს, ასე ვთქვათ, არანაირი ინტერესი და სურვილი, რომ რეალურად მოახდინოს რეალური კი ბატონო და რა გზა რჩება აი ამ ეს რო გითხრათ და დაგემშვიდობებით, ანუ რეალურად არ რეაგირებენ ადგილობრივი სტრუქტურები ამაზე. და ეს რეესტრი ამოცანა, რომელსაც თქვენ აწარმოებთ, რა არის? პარტნიორების ინფორმირება ძირითადად?
ერთის მხრივ ამის ამოცანა არის, რომ შეგროვებული იქნას ყველა მტკიცებულება, რომელიც ცალსახად აჩვენებს სამართალდამცველების მხრიდან თუ ეგრეთ წოდებული ტიტუშკების და ასე შემდგომ მხრიდან ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, მათ შორის წამებას და არაადამიანურ მოკვლობას. ამის შემდგომ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ მომზადებული, ასე ვთქვათ, ინფორმაციით გამოყენებული იქნას ყველა საერთაშორისო მექანიზმი იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების დაცვა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში შიგნით ჯერ არ მუშაობს არც ერთი დემოკრატიული ინსტიტუტი, ჩვენ მივმართავთ ყველა კოალიციურად 4-ვე ძალა არის ამ შემთხვევაში გაერთიანებული, ანუ 4-ვე ძალა მუშაობთ ამ საკითხზე. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო მექანიზმს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვა უზრუნველყოთ და შემდგომ, როდესაც უკვე ხელახალი არჩევნების შემდგომ დავუბრუნდებით და ქვეყანა დაუბრუნდება სამართლებრივ ჩარჩოს, ეს რეესტრი და აქ არსებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შიდა გამოძიების კუთხით, იმიტომ რომ არც ერთი პირი, რომელიც ამ დანაშაულებებში იღებს მონაწილეობას, არ უნდა დარჩეს დაუსჯელი და რაც მთავარია, ყველა პოლიტიკური რეჟიმის პატიმარი, ხომ? უნდა იქნეს განთავისუფლებული, ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა. მადლობა მარიკა. მარიკა არევაძე იყო ჩვენი სტუმარი, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი.